ახლა UFC-ის ორგზის ჩემპიონთან ალექს პერეირასთან ვიმყოფები, რომელიც თეთრ სახლში გასამართ მეორე მთავარ ბრძოლაში სირილ განს დაუპირისპირდება. ალექს, როგორ ხარ? როგორ უდგები სირილ განის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც მესამე ქამრის მოპოვების ისტორიული შესაძლებლობაა? მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა რა ახალი წონით კატეგორია. იმ დიდი შრომის გათვალისწინებით, რაც გამოვიარეს, საშუალება მომეცა პირდაპირ ქამარზე მებრძოლა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო. ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გიხილეთ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეხვდი და პირისპირ დგომშიც მიიღე მონაწილეობა. როგორი გამოცდილება იყო ეს და რას ნიშნავს შენთვის ასეთ სიმბოლურად გილას ჩხუბი? ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებულია. ყველამ ვიცით, რომ ეს ისეთი ღონისძიება, რომელიც მეტჯერ აღარ განმეორდება, ასე რომ ახალი ქამარი ვფიქრობ, ეს იმ დიდი შრომის პირდაპირი შედეგია, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ. ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა და მას აუცილებლად გამოვიყენებ. მოდი სირილ განთან ბრძოლაზე ვისაუბროთ. ტექნიკური თვალსაზრისით ორი სტრაიკერი უპირისპირდება ერთმანეთს, რასელი მეტოქისგან და ზოგადად ამ ბრძოლისგან. ორი გამოცდილი მებრძოლი ვართ, ორი გამოცდილი მებრძოლი და რა თქმა უნდა მე მზად ვარ. ბევრი სალაპარაკო არც არაფერია. როგორ ფიქრობ, MMA-ში შენი არსენალიდან არის რამე ისეთი, რაც ჯერ არ გვინახავს? ჩემი ბრძოლის სტილი ყველამ იცის. რომ გითხრა მაგარი გრეპლერი ვარ მეთქი, მოგატყუებ. ჩემი ძლიერი მხარე დგომში ჩხუბია. ყოველთვის ვცდილობ ეს შევინარჩუნო. მაგრამ თუ არ გამოვა რაღაც განსხვავებულს ვცდი, ან ვეცდები მაინც. თუმცა ვფიქრობ, რაც უფრო მეც ვემზადები, მით უფრო ვსწავლობ და ალბათ პარტერში ცოტა უფრო მეტის ჩვენება შემიძლია. ფიზიკური თვალსაზრისით მძიმე წონასთან ადაპტაციის პროცესმა როგორ ჩაიარო. ხედავთ, რომ ძალიან დიდი ხარ, მაგრამ კარდიოს მხრივაც გჭირდება ადაპტაცია, რადგან ბრძოლა შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამას როგორ შეეგუე? ამაზე დიდად არ ვნერვიულობ. ბევრი ამბობს ჩემზე, აი ახლა ეს ტიპი ძალიან დიდია და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ახლაც თითქმის ისეთივე ვარ, როგორიც საშუალო წონაში ვიყავ. გვემძიმე წონაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. 107 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა 113 კილო ვარ, ასე რომ ამას შეჩვეული ვარ. სირილ განთან გამარჯვების შემდეგ ფიქრობ, რომ ტომას პინალთან ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა ამ წელსვე გაიმართება? სიმართლე გითხრა არ მგონია. ნებისმიერ მეტოქისთვის მზად ვიქნები, ვინც არ უნდა იყოს. UFC ვისაც შემირჩევს, მე საუმბრად ყოველთვის მზად ვიქნები, მაგრამ გულწრფელად რომ თქვა ახლა ამ ქამრის მოგების შემდეგ ტომას პინალთან ჩხუბის გამართვა სავარაუდოდ გაჭირდება. იცი რატომ? იმიტომ რომ მზად არ იქნება. უკვე ვარჯიშობს, ტრამვაც მოიშუშა და ყველამ ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ მე ჩხუბი მინდა. პირდაპირ ზედმეტი საუბრის გარეშე. იმასაც გააჩნია მომდევნო ჩხუბი როგორ წავა. თუ მომდევნო ბრძოლაზე მკითხავთ, ვიტყოდი რომ მინდა რაც შეიძლება მალე ვიჩხუბო, ასე რომ არ მგონია მაგ დროისთვის მზად იყოს. არ ვიცი, ჯანდაბა, იმედია იქნება. შენი წარმოდგენით ტომას პინალთან დაპირისპირება როგორ დასრულდებოდა? ზოგადად ყველა ბრძოლაში რეალისტური ვარ. აქამდეც 3 გია ბრძოლები. ვარჯიშობ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ყოველთვის გამარჯვებაზე ვარ კონცენტრირებული. უკვე მქონდა რამდენიმე მარცხი, მაგრამ ძმაო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვივარჯიშებ, ბოლომდე დავიხარჯები, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი და გავიმარჯვო. სანამ დავასრულებთ, მინდა აუცილებლად გკითხო, რადგან ერთად გნახეთ და ესპანელ გულშემატკივრებს აინტერესებთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ილია თოფურიასთან. ჩვენ ერთად გნახეთ, ვარჯიშობდით და თეთრი სახლისკენ ერთად გაინგზავრეთ. ეს ურთიერთობა როგორ დაიწყო? რას ფიქრობ მასზე? ერთად ეს გამოცდილება როგორ გაიარეთ? პირველად მას თუ არ ვწდები საქართველოში შევხვდი. ერთად ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ მაშინ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ საუზმის დროს. ძალიან ცოტა დრო გქონდა. ახლა კი საქმისთვის ჩამოვიდა. თეთრ სახლში პირისპირ დგომისთვის. ის პლინიოს დაუკავშირდა, პლინიოს დარბაზში ივარჯიშა და მანაც მხარდაჭერა გამოუცხადა. მერე ისაუბრეს ჩვენს ფრენაზე იკითხა და თავის პირად თვითმფრინავში მიგვიპატეჯა. თქვა თავისუფალი ადგილები გვაქვს და წამოსვლა ხომ არ გინდათო? მეც ვუთხარი, რატომაც არა, ასე რომ ერთად წავედით და ფაქტობრივად მან წაგვიყვანა და ამის შემდეგ უკვე უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქამდე ასეთი სიახლოვე არ გქონია, თავადაც ხედავთ, ის ძალიან მაგარი და ზრდილობიანი ბიჭია. ასეთ ხალხთან ყოფნა მართლაც სასიამოვნო იყო. და ბოლო შეკითხვა, ილიამ გითხრა რომ ძალიან კარგ ფორმაში ხარ, ვარჯიშებზე ძალიან დიდი, ძლიერი და შესანიშნავი იყავი. შენ რას ფიქრობ მის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე და ილია თოფურია რა ფორმაშია? არწმუნებით შემიძლია ვთქვა, აშკარად ეტყობა, რომ ძალიან მიზანდასახული, სერიოზული და დისციპლინირებული ბიჭია და ძალიან ძლიერია. მისი ბოლო ბრძოლის შედეგები ყველამ ვნახეთ, ასე რომ ძალიან კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, მაგარი ბრძოლა იქნება და ყველასთვის კარგ სანახაობას დადგამენ.